ადამიანი გამოფიტულია. ნაზამთრალია, რასჭამ და რავსვამ კიდო კაცმა არ იცის. ამაზე უფრო ჯანმრთელს, რასაც მინდვრის ხალი ქვია, ადამიანი ამ სეზონზე ვერაფერს ვერ შეჭამს. ეს ხდება ორი კვირის მანძილზე. ორი კვირის მანძილზე. ახალ წამოსული მინდვრის მხარე. მე აბალა ხდება და არ ვარგა. მაგ ამბავს მოწავართმევთ იმერლებს, ეგ იმერული ამბავია და იყოს იმერლების რომ გითხრა ახლა მომენატრება და მომწონს და დიჟდები მეთქი არა, მაგრამ წამლად ადამიანმა თუ კი ამის საშუალება ოდნავ მაინც აქვს, უნდა მიიღოს ერთხელ მაინც სეზონზე. იერ საკვებში მხოლოდ აქ. ხო, ია. ბალბის ფოთოლი, ჭინჭარი, რომელიც ჩემი აჭარლებისგან ვიცი რომ საუკეთესოა დაქუხებამდე, სანამ დაიქუხებს მანამდე. ბაბუაწვერა გვაქვს აგერ, თიკნის ყურა გვაქვს, ღოლოს ფოთოლი გვაქვს. ამას ახლა ბევრი გაწურო ხო იცი არ უნდა, იმიტომ რომ თავისი შენი უნდა ქონდეს. ხიზგობით გაგიმზადე. დიახ. რომ გითხრა სუნზე გადავირიე მეთქი არა, ვერ მევიტყვი. ხო, მაგრამ ძალიან უყვარს. აი ამას ასე ზური ამას ხო იცი თავისი საკეტი აქვს სპეციალური. მაგრამ ვერლები ხომ არ ვარ. კაცო, საერთოდ გეუბნები, მაგრამ თემში და ესე ნახე და თავისი წესია ამას. ერთრამეს გეუბნები ნინო კიდო. ნუ შემჭამა ამ ხალხმა, მე მზარეული კი არ ვარ. გასაგები. გაფრთხილე შენი ხალხი, რა ფერც გინდა ისევე, ნუ შემჭამეს მე, აგი ისე უნდა და იგი ასე უნდა. არ ვიცი მე. ჩვენ როგორც ვიცით ისე ვაკეთებ. ჩვენ ვიზახი შენ, მე რა ვიცი, ხალი დღემ შენ გამიკეთებია. გააფრთხილე შენი მაყურებელი, რომ მე ნუ შემჭამეს. რა ვქნა, მითხარი როგორ გავაფრთხილო? ხელწელს ხო არ ჩამოვართმე. გელაპარაკო შენ, მე ნუ მელაპარაკებია. მე რა ვიცი, საჭმელის ჭამა ვიცი მე. აგი რა მეიტანე რაც ვედურებ. აი ეს არის კიდე მხოლოდ იმერული. ამას ქვია კლახი. ბოლო ნაბორავე გოგრები რო დარჩება ხანაში, წიფარი. იმას დაათლიან, აი ეს სპირალისებურად და ახმობენ. ახლა გამხმარი ამას ჩაკრიან. წამოადუღებენ და ბოლომდე არ უნდა საერთოდ ცოტა კნატუნა უნდა იყოს. იმერლებს საჭმელი და სასმელი ასუნელებენ. ძმრით და წიწაკთან სახელი კი მომწონს. ვახიწელა. მაგრამ მაი არ გვინდა რა. მაგის გაშინდო არ მინდა. იმერეთში რო ვიქნებით, იგინებ ჭამა. კი ბატონო, მაგრამ ძალიან გემრიელია. აი დააყარე ხა მაინც. მაცადე ერთი წამით კარგად ჩავკეპო და მე შევკეპავ მაგითი. მაცადე. წვადილი არის ნაზი და ადვილად იქნება და მაცადე ჯერ ნიგოს იმას ვიზამ შევაყრე. 1 კილო ხას მიდურს ხას ჭიზდება 1 ჭიქა ნიგოზი. მოდის ისე ნიგოს რასაც დააყრე ყველაფერი კაია. არ ეყოფა 1 ჭიქა ნიგოზი. 1 ჭიქა? ჩვენ მეტი უკნა. კი ბატონო, გეჩვენება რა. ახლა ხალი ჭამა და კიდე უნიბზო. ვინ ყავს უფრო? შენ ძმარი არ უნდა ხო მაგ ხას. ზოგი უშვება ძმას, ზოგი არა. იცი რამე კონკრეტულიზე, თუმცა მეუბნებიან რომ ჩვენთან იმერეთში არ უშვებით. რა ხან იმერულ კეთს ვაკეთებ და იმერული კლასიკა. გავუკეთე. ისე ფლატ ვიტამინი კია, ფლატ თავიდან ბოლო. სასარგებლო ამას. აყარი ახლა ინწვანილი გეყოლამდე. მაცადე 1 წამით რა არ მინდა ღერები ჩანდეს, აი. ამდენი პოტი კი არ მაცადე რა ნიგოზი კიდე უნდა და ჩემი ხმელისა. წიწაკა უნდა კი. აგერ გახ წიწაკაც არ მომზადებ. აი ჩემო ბატონო. თან არ უნდა დავამწაო. ხახვი არ უნდა? აი გამზადებული მაქვს აგერ ჭლაყვი, წვანი. იგი რომ ამ წარე ხახვი რომ აწვრი. აი ეს არის ნიორი ახალი, ცოტა კამა და კინჭი რა თქმა უნდა. და მხარი საერთოდ უნდა იყოს თანაბარი რაოდენობით. თუ გინდა რომ მინახავს მე და ცოტა წვნიანი რომ იქნება ახლა მე იმას დავუმატებ, ნახატში ხო შენახული გვაქვს. ნელ-ნელა, იმიტომ რომ ნიგოზი ხო ასქელებს და მიმატე, შევ მეტი არ გვიდა ცოტა ხანი. აჰა. აბატონოჩი. ეცა დააყარე იწვანი. მეტან გადმოაყუდოთ მე. მაიცადე რიგრი გობით იმავშვები, რატო დავაყუდო? ამდენი მწვანილი კია ფლატ ვიტამინის. და თვითონ ხალი რა არის? გეიხარეთ იმერლებო გეიხარეთ. აუცილება. ესე იგი რაურები ახლა მაგაში. მე რაც ვიცი, თიკნი ყურამ დაქვია იმას კბილები რომ აქვს ასე. ბაბუაწვერას ფოთოლიურებია, იაიაულებია, მოლოქიურებია, ფურისულას ფოთოლიურებია. ერთი 15 ბალახი კია. კი, დღეს რაც მოვიტადო, მაგრამ ამბობენ რომ უფრო მეტი შეიძლება. აი თანდათან რაც შემოემატება და თავარი ჭინჭარი. ერთი წიგნი მაქვს მე, ბროშურა პატარა საბჭოთა დროს გამოსული, ქვია საქართველოს ველურის საჭმელი ბალახები. 180 დასახელება არის იმ წიგნში. ცოტა მოდით დამიმატე წვენი. აჰა, მოგინდა წვენი ცხელია, ბო. კი, შევშევი მეტი არის.
ნელ-ნელა სადგოჩქარება. მარილი დამიყარე ახლა. ხო, ეგ არის ყოფა ცოტა. აბა, ზურა მარილი ძვრიანი არ გიყვარს, ხო არ უყვარს მარილი. რა ვიცი, ამბობენ არ უნდა უთვარა. თუ გინდა უქენი მე რა. მე მაინც ვერ მივხვდები რა ფერი ჯობია ისა რომ მე არ ვიცი. ჩემო ბატონო. კაია, მე მგონი ცოტა გეუნდა მიგწევი. კი უნდა უცილო. მიდი. აი. არა წეს რა, ნახე თუ აწვის. ისე ჭინჭის ხოსტურმა მითი აკეთებენ, ხო იცი, მხოლოდ ჭინჭას. ხინძით და სიმინდის ფქვილით. ჩემი აჭარლები მარაგიან ხალხს უძახიან, დაკუხებამდე კრეფენ ჭინჭას და რძით აკეთებენ, ნაღელით და რძით. და გიყვარს ისა. დასაწებად კაია და ეთერო თათარაიძემ იცის კიდე თუშური ბალახებით საწება იქვია. საწება. და იმას ესე მიუწევენ, ცოტა ლორწოიანია და მიუწევენ ჭაც. კარგად გაწურულ მინდვროს ფოს უმატებენ ყლებს და აცხობენ კიდე, მაგასაც აკეთებენ თაში. ეს რადგან იმერლების საპატივცემულოდ ხელი გავაკეთეთ, ა? ესე იგი მინდვრის ფხალი, ახიწელა და იმერლი ჭადი. ეს მე ვიგებ იმერლების გულს. ეს იმერლების დღეა დღეს. ამითი დაგიდებ რა. არ მინდა მე ყოთა. ახენს დაგიდებ. არ მინდა მე მაცადე. აბაგასი. მარილი უნდა? ნინო. სისხლში მიდის. ის დაფის. ხო, ვიცი. ყველა უჯრედს გივს. გიცოცხლებს. ჰემოგლობინი ცავსე. C ვიტამინი ცავსე. და გიმღერის რომ ახალი სიცოცხლე მოვიდა კიდე. გაზაფხულის გემოა. გაზაფხულის გემოა. აჰა. ციტაკა დაუმატო. ცოტა უნდა მარილიც უნდა ციტაკა. ხო და დაუმატებ შეხედე რა მაზია. მარილი მომეცი? ბევრი ხო არ იქნება? არა. ნუ ეწყინება ჩემს იმერლებს და ინდაურების საჭმელი მახსენდება ბურიაში. მეცასე. მაგრამ ვირევი თქვენი გულობიზა. ნახე, თქვენისთანა პურმარილი არავინ არ იცის. ნახე ხო მე ასე ვაჭრო და ჭუკ. ასე ხოლმე რა იცი რა მახსენდება? ხელზე რომ ასე ტიკლიდან საყვარელი. აი ესე ხელის გულიდან აჭრებ და ზეგი. მაგრამ ძალიან კარგი რამეა ზურიკო. მეგონი. დღეს გეიფსება გარდენია ვიტამინები. აჰა. ყველა გამომრებს ვაჭამოთ იმდენია ერთი გობია. და სარევი.